მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება დღესაც ბათუმში უკვე ტრადიციულად საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან შეკრებილი მოქალაქეები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ უკვე თითქმის 500 დღეა რაც იმართება ეს პროევროპული პროტესტი და უწყვეტია ეს საპროტესტო აქციები არ მხოლოდ ბათუმში და თბილისში თითქმის ყველგან ისმის მოქალაქეების პროტესტი უკაცრავად და მკაფიო მოთხოვნები რომ მოქალაქეები არაპირებენ შეეგუონ ასეთ რეალობას როცა ქვეყანას ყავს პოლიტიკური პარტნიორების სისტემები და უმთავრესი და უცვლელი მოთხოვნა ისევ არის ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ამ მოთხოვნებით ისევ დგანან მოქალაქეები ქუჩაში უკვე თითქმის 500 დღეა ბოლო პოლიტიკურ ამბებზე მინდა გავესაუბრო დღესაც ბათუმის საპროტესტო აქციაზე მოსულ მოქალაქეებს მათ შორის ალიევის ვიზიტზე რომელიც გუშინ თბილისში იყო მას შეხვედრა ჰქონდა ასევე ბიძინა ივანიშვილთან რომელიც არანაირ თანამდებობას არ იკავებს ხელისუფლებაში არის მხოლოდ პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და მის მიუხედავად რომ პრეზიდენტები არ ხვდებიან პარტიის თავმჯდომარეებს როგორც წესი არც ერთ ქვეყანაში ალიევი შეხვდა ივანიშვილს პრინციპში ჩვენ აქამდე არაერთხელ მოგვისმენია მათ შორის არის დოკუმენტში ჩაწერილა რომ არაფორმალური მმართველობაა ქვეყანაში და ამას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თან ალბათ ნახავდით იმ კადრებს როგორ იდგა ირაკლი კობახიძე ივანიშვილის და ალიევის ზურგს უკან და ეს შემთხვევა ეს კადრი ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა რას ფიქრობენ პროევროპული აქციის მონაწილეები ამ ამბავზე ასევე სხვა ბოლო ახალ ამბებზე მე გავესაუბრები რამდენიმე მონაწილეს საღამომშვიდობის ბოდიში მინდა რომ გაგესაუბროთ ალიევის ვიზიტზე მინდა გითხოთ ალბათ ნახავთ გუშინელ ამბავს რომ ის სტუმრობდა ივანიშვილს შუშის სასახლეში რა გამოჩნდა თქვენთვის ამ შეხვედრის დროს საინტერესო რეალურად გამოჩნდა ვინ მართავს ქვეყანას ის რაც ვიცოდით მაგრამ ოფიციალურად დაადასტურეს ვინ არის აქ მთავარი და ვინ არის ნამდვილი პრემიერ-მინისტრი ვინ მართავს ქვეყანას ჩემთვის ეს გამოჩნდა ან გამოჩნდა კიდევ ერთხელ ივანიშვილის არაფორმალური გავლენა ხო რასაც ვიმტკიცებდი რომ წავიდა პოლიტიკიდან რეალურად არცად არ წასულა და რეალურად ის მართავს ქვეყანას ის მართავს პრემიერ-მინისტრს ის მართავს პრეზიდენტსაც და ის მართავს ქვეყანას და რეალურად რატომ ჩამოვიდა ალიევი საქართველოში რა იყო ამ ვიზიტის მიზანი თქვენ დაკვირვებით რატომღაც მე իրას უკავშირდება ეს გააქტიურებულია რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატები ხო ტრამპის ირანის თემა ასევე ტრამპის კორიდორზე ლაპარაკი სამხრეთ კავკასიაში ამერიკის თემასთან დაკავშირებით და ირანის თემასთან დაკავშირებით არის ჩამოსული გარეთის დასაბრუნებლად ნამდვილად არ არის ჩამოსული. ესე არავის არ უხსენებია დავით კარიჩი, ხო? იმის მიუხედავად რომ ქართული ოცნება ამბობდა. და გააკეთეს და ახლა არავის არ ჭირდება ეს თემა, ამიტომ ჩულებრად მიძინებული. როცა აჭირდებათ გააღვიძებენ ისე და გამოიყენებენ სათავეს. და პირიქით აზერბაიჯანის საქმე გააკეთეს, ხო, როგორც სპეციალისტები საუბრობენ, იმიტომ რომ იქ უკვე გააქტიურდა უკვე შესაბამისი პროცესები. აზერბაიჯანი, რუსეთი, իրანი ძალიან თავჩაღუნული არიან და ევროპასთან ოფიხსეთ განაბრჭყალებში. მადლობა თქვენი სახელი გვერ შემახსენეთ. მადლობა. მოდი თქვენ გაგესაუბრებით ასევე საინტერესოა თქვენი მოსაზრებები რა გამოჩნდა თქვენთვის გუშინ შუშის სასახლეში გამართული შეხვედრის როცა ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს მათ უკან კი ასევე მოსჩანდა ირაკლი კობახიძე გამარჯობა თბილისში და კიდევ დამტკიცდა ვინ არის ფაქტიური მმართველი ქვეყნის ეს ყველა ვიცით მაგრამ აი ხელ კიდევ დამტკიცეს და ამას პლუს დღეს გამოდის და აი მთელი სოციალური ქსელი აჭრელებული იყო იმით რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მმართველია და მთელი ამ ესე იგი აღარც კი მალავენ ადათ რაღაც რაღაცებს აკეთებენ ახლა აღარც კი მალავენ რომ ფაქტიურად ვინ მართავს ქვეყანას ეს ერთ მეორეთას კობახიძე კი არ შემეცოდა, აი არ მინდა ცუდი ისეთი რაღაცა ვთქვა, მაგრამ ვიღაცას რატომ უნდა დაუყვებოდე ფინიასავით უკან.
აი რაღაც თავმოყარება ხომ უნდა მქონდეს და ვიღაცას ფინანსად რომ დავყვები. იმიტომ რომ ჩააბობრო პრემიერ-მინისტრი ვარ, ესე იგი ხარ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონებელი ამ ფაქტიურად უნდა იყოს ქვეყნის პირველი პირი და ამას მინისტრებიც კი წარუდგინა არა ირაკლი კობახიძემ ალიევს, არამედ წარუდგინა ივანიშვილმა, ხო? როდესაც არაერთი თანამდებობა არა აქვს სახელმწიფოებში. კი ბატონო, მაგრამ აი ფაქტიურად უნდა იყოს ქვეყნის პირველი პირი და მიყვები ვიღაცას ფინიასავით. აი რაღაც თავმოყარება ხომ უნდა გქონდეს, რაღაცის პრეტენზია ხომ უნდა გქონდეს და როცა ადამიანს ეს არ გააჩნია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი და იმიტომ ვართ იქ სადაც ვართ და გვინდა უკეთესი და იმიტომ გავართ აქ სადაც ვგავართ. რა გაიგეთ ისე ამ ვიზიტისგან? რა არისთვის ჩამოვიდა ალიევი საქართველოში თქვენი აზრით? თქვენი შეფასება როგორია? სადიკოვი გადასცეს, ხო? ხო, სადიკოვი მიართვეს. დავით კარიძე ეს ესეთი თემა რომ მაგისტვის არ ჩამოსულა და არც კი უხსენებია და მოარული ხმებია რომ ვინც ამას ამტკიცებდა რომ კობახიძემ გადასცა დავით კარიძე ხელი მოაწერა დავით კარიძის გადაცემაზე ის მკვდარი იპოვეს ჯორბენაძე ვიღაცა რა ქვია აღარ მახსოვს სახელი და ორმღოში იმისთვის არ ჩამოსულა და აქ უფრო მე მგონია უფრო ირანთან დაკავშირებული ისინი არა ამბები აი ირან ამერიკის საქმეზე უფრო თან დაკავშირებული ან რეგიონში რაღაც გააკრულ მოვლენებს და ამერიკის ინტერესებს უკავშირდება. კი ბატონო მე უფრო მასე მე მგონია იმიტომ რომ სადაც ირანის ელჩმა სადაც ესეთი განცხადებები გააკეთა და ირანში როგორც ვთქვით 53-45 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და ეს აზერბაიჯანელისთვის კინოური საკითხი უნდა იყოს მისი აზერბაიჯანელების ცხოვრება და კინოური უნდა იყოს. ეხლა რა ეტაპზე გადადის ეს ბრძოლა წინააღმდეგობა საქართველოში? 500 დღეა იმართება საპროტესტო აქციები ქვეყანაში. რა გამოსდის წინააღმდეგობას და ხო ამ პროტესტის შედეგი რა არის? თქვენ როგორ ხედავთ და რა არის საჭირო ეხლა? პროტესტის შედეგი არის ის რომ ჯერჯერობით სრულად არ ვართ ისეთი უკანაეზო ჯერ ნაწილობრივ მაგრამ სრულად არ ვართ ვერ ახერხებს დიქტატურის დამყარებას ივანიშვილი თქვენი აზრით? დიქტატორიც ვერ არის არა დიქტატურის დამყარებას ვერ ახერხებს იმიტომ რომ ვერ გათვალა ვერც ივანიშვილმა და ვერც პუტინმა რომ რუსებივით და მისავით ბელორუსებივით ქართველებს ვერ შეაშინებდნენ ეს ვერ გათვალეს და ამას პლუს და სადღაც უკვე დაიწყო ოპოზიციის გაერთიანება, ცდილობა თუ რაღაცა მე კი რა პოლიტიკური პარტია გაერთიანდა ოპოზიციის? ზუსტად მაგის იმედი მაქვს. ევროპიდანაც იყო ეს მესეჯები ეს რეკომენდაციები რომ გაერთიანებული იყო ოპოზიცია. კი რეკომენდაციები იყო რომ აი ვის დაველაპარაკოთ ვეხვდებით და ფაქტობრივად ეს ჩემთვის ეს იყო ვის ველაპარაკოთ ვეხვდებითო და ისინი თუ არა აბა ვინ და რადგან ეს პარტიები გაერთიანდნენ ხო იმედია რომ რაღაც შედეგი გვექნება ვის უნდა ყოველ შემთხვევაში ევროპა და ამერიკა ვის უნდა ელაპარაკოს აქ გამოჩნდა რა არის ის ხალხი ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი და ვნახოთ აბა რა გამოვა იმედი მაქვს თუმცა არ იხევს უკან ხო ივანიშვილი თუ თქვენ როგორ აწყობთ იღებს კანონებს რომელიც ერთმანეთს უფრო რეპრესიულია აკავებს ადამიანებს აპატიმრებს იმის გამო რომ ქუჩაში დგანან და პროტესტს გამოხატავენ პირველი ხოშტარიას მივისაჯეს წელიწად ნახევარი იმის გამო რომ ბანერზე დატოვა წარწერა რუსული ოცნება რაც გამორიცხულია რომელიმე ევროპულ ან ცივილურ ქვეყანაში მსგავსი რამ მოხდეს ხო ადმინისტრაციული წესითაც კი ვერ დასჭირა მოქალაქეს ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო და ჩვენ ციხეში გვყავს ქალი 4 შვილის დედა იმის გამო რომ მან ბანერზე კაკალაძის ბანერზე დატოვა წარწერა რუსული ოცნება ამას პლუს კიდე მზია ამაღლობელი ისთვის ყავს ციხეში ხო ამას პლუს პირველი ქალი ჟურნალისტი რომელიც სარუკანონო პატიმრობაში უკვე 14 თვეა ახლა დარჩენილი კომენტარი აღარ გავაკეთე ამას პლუს სააკაშვილი დავიწყოთ ვისთვის ყავთ ციხეში ფაქტიურად არაფერს ყავთ ვერაფერს ვერ უმტკიცები 4 ბიჭაკისთვის ყავთ ფაქტიურად გუშინდელი სასამართლო პროცესიდან ნოღაიდელის და იმის საუბარი ვინც წაიკითხა ვისაც საინტერესებს იქიდან კიდევ ჩანს რომ 2007 წელში ვისი ინტერესები იყო და ვინ შემოდიოდა ქვეყანაში და ვინ არ შემოუშვა ვინ არ შემოიყვანა ქვეყანაში და აი
იმის ხელით ვერ გააკეთა ვერაფერი პუტინმა და ახლა აკეთებს ყველაფერს ივანიშვილის ხელით და რადგან მაშინ არაფერი გამოვიდა, ახლა და პუტინ რაღაცებს და როგორც ბიზნესგან ვერ დადგება დიქტატორი, ისე საქართველო არ გახდება რუსეთის უკანა ეზო. ეს აი რატომ გონიათ რომ არ გახდება რა შეუშლის ხელს? აი თუ გააქროგვე სამოქალაქო ორგანიზაციები, ხო, რომლებიც მუშაობენ ძალიან შეზღუდულ რეჟიმში, თუ გააქრო ბოლომდე მედია ორგანიზაციები, რეპრესიული კანონები ბოლომდე ამოქმედა. აი რა, ამ დროს რა შეგვიძლია ჩვენ ხალხს, მოქალაქეებს? ჩვენ ხალხს ასეთ შეგვიძლია ვიყოთ აქ, ეს ერთი, ჩემი სურვილია რომ ვიყოთ ძალიან ბევრი, მაგრამ სანქციებზე ევროპა დაეცა რაღაცეები მაინც გვიდგას გვერდით, სანქციები დაიწყო აგერ იმედის და პოზიტივის სანქციები და ამას უკვე შედეგები მოყვა რომ აი ვერავინ ვეღარ აფინანსებს, ვეღარც რეკლამას თითქმის ვეღარ მიაქვს იმედთან და პოზიტივისთან, ეს სანქციები ძალიან ადარდებს. იცის ივანიშვილმა რომ უფრო მეტი რომ გაკეთოს და უფრო მეტად თუ სიღრმეში თუ შევა უარესი სანქციებს მიიღებს და ვერაფერს ყველაფერს დაკარგავს და ივანიშვილისთვის საქართველოს ეს ერთი პატარა სოფელი და მისი ფუნქციები აქვს და ამიტომ რადგან მისი ბიზნესია, საქართველოს არის მისი ბიზნესი, ის ვერ გაბედავს, აი სანქციების შიშით ბევრს ვერაფერს ვერ გაბედავს. მაგრამ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც არის აუცილებელია რომ გაგრძელდეს ეს პროტესტი და წინააღმდეგობა. ჩვენ რომ არა მართლა ვიქნებოდით, საბოლოოდ უკანა ეზო ვიქნებოდით, ახლა სანახევრად, მაგრამ საბოლოოდ ვიქნებოდით. მადლობა, ეს დარიკო ჩიტაძე იყო. და ეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც უკვე თითქმის 500 დღეა გრძელდება, ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას მოვიდნენ დღესაც მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ეს ბანერია ახლა გაშლილი სასამართლოსთან. მოდით აქ კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრები. გიორგი, თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ გუშინან შეხვედრაზე ალიევი ივანიშვილი, გამარჯობა. რა გამოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ შეხვედრაზე, გარდა იმისა, რომ ხაზი გაესვა, რომ ამ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და ივანიშვილია რეალურად განწყობილების ვიმღები პირი, ხო? იმიტომ რომ როგორც წესი და პროტოკოლიც ამას ამბობს ყველა ქვეყანაში, რომ პრეზიდენტები არ ხვდებიან პარტიებისთან საპატიო თავმჯდომარებს მით უმეტეს, ხო? ამ ქვეყანაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეახვედრეს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, მას არანაირი თანხმობა არ უკავია ქართული ოცნების მთავრობაში, ხელისუფლებაში ზოგადად. და მათ უკან ანუ ალიევის და ივანიშვილის ზურგს უკან ჩანდა ირაკლი კობახიძე. გარდა იმისა, რომ ხაზი გაესვა არაფორმალური მმართველობის გავლენას ამ ქვეყანაში, კიდევ რა იყო საინტერესო და თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეხვედრაზე? გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს გამომწერებს. რაც შეეხება მაგვიზელს პირველ რიგში ხაზი მინდა იმას გავუსვა, რომ ამ ბოლო პერიოდში ჩვენმა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ მე რამდენი შეხვედრა მოვაწყო აზერბაიჯანსა და უნგრეთის ხელისუფლებასთან, უკვე სათვალავი აგვერია და ძალიან ლეგიტიმურად ჩანა მსოფლიოს თვალში დავიწყო აქედან ამ საუბარს, იმიტომ რომ მართლა აღარ ვიცი მე რამდენი არიან ეს ხან ლეგიტიმური პრეზიდენტი ჩადის ბაქოში, ხან ისინი ჩამოდიან და ესე არ ვიცი რა სპორტული ინტერესია თქონი ვინმე ჭერესტონება ერთმანეთს, იმიტომ რომ რეალურად ცივილურ სამყაროს ნაწილი კარგად ვიცით როგორ ლეგიტიმურობადაც აღიქვამენ ამ ადამიანებს, ვისაც ახლა ხელთ უყრდათ სახელმწიფოში ძალაუფლება. ხო, საქმე იმაშია, რომ ლეგიტიმურმა ქართულმა ოცნებამ მიაღწია იმას, რომ აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მორგებული არის ერთ პარტიულ რეჟიმზე და ეს ერთი პარტია თავისთავად მიმული არის ერთ ოლიგარქს, რომელიც ვიცით ვინც არის და რასაც წარმოადგენს ამ პროცესს. ზოგადად ჩვენი ქვეყნის პრობლემას ჩემი აზრით, ახლა მე არა ვარ რაღაცა განსაკუთრებული ცოდნა აღჭურვილი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ჩვენი ქვეყნის თავარი პრობლემა არის ის, რომ მას შემდეგ რაც დამოუკიდებლად დავიბრუნეთ დამპალი საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში არ იქნა და ვერ შედგა ინსტიტუციური სიძლიერე. არ არსებობს ინსტიტუტები, რომელიც არ არიან მიმული ხოლმე მმართველ ძალაზე და ეს არის ძალიან ცუდი. კი, მეტნაკლები დოზით შეიძლება იყოს სხვადასხვა მმართველობის პერიოდში ეს, მაგრამ დღეს უკვე საერთოდ გაუქმებულია რა, აღარ მიუბრუნდებს სასამართლოს ინსტიტუტს და ზოგადად ნებისმიერ ინსტიტუტი არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც მოქმედებს კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად.
თამაშსა და არა ზემდგომის მითითების მიხედვით რა. ხო და აქედან გამომდინარე ვეღარც კი აღიქვამენ ეს ჩვენი ლეგიტიმური კონცეფცია რომ რა როგორ უნდა მოხდეს, როგორ ხდება ალბათ ოფიციალური პროტოკოლით ვინმის უნდა შევხვდეს. არა, ამას ყველაფერს ხაზი გადავსმული აქვს, იმიტომ რომ იციან რომ მაინც ყველაფერი შერჩევათ ჯერჯერობით ესე ვიქნებით ყოველი შემთხვევისათვის და ამას არც კი აქცევენ ყურადღებას რომ აი მაგალითად პრეზიდენტს უნდა შევხვდეს პრეზიდენტი ან ქვეყნის პირველი პირი სულ ცოტა ხო და ეს ლეგიტიმური ქართული ოცნების მამამარჩენალი კიდე კარგად ვიცით ყველაფრის თავი და ბოლო ეს არის და აღარც დაიმალა და აღარც მორიდებია იმის ჩვენებას რომ აი ეს არის მართველი ხელისუფალი ამ ქვეყანაში და მეზობელი ქვეყნის პირველი პირი მიიღო პირად შეხვედრაზე. მანამდე სადიგოვი გადაიცეს მას ხო გააძევეს ქვეყნიდან ჟურნალისტი. არ ვიცი როგორ ქვეყნებში ხდება, არა მაქვს ინფორმაცია სხვა ქვეყნებში თუ ხდება საერთოდ ასეთი ამასინი ფაქტი ჯერ საერთოდ ღამის 4 საათზე ადამიანის სასამართლო პროცესი გამართო რომელიც ბრალდებული არა ის არაფერში ამ ქვეყანაში. არ ვიცი. და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისცეს რომ მაგრამ ღამის 4 საათზე არ ვიცი აი ირანის ელჩმა რომ უქარის წელი გამოგვიხვეყნა წესით აი იმ წუთში ღამის 4 საათზე უნდა შეკრებილიყო ქვეყნის უშიშროების საბჭო მაგრამ ცნობილი ხურების თანახმად კოცების უშიშროების საბჭო რუსთავის ციხეში ამჟამად ისვენებენ და ალბათ მაგიტო ვერ იკრიბებიან და სადიგოვის გამო რომ ღამის 4 საათზე ვიღაცა ეგრეთ წოდებული მოსამართლე გააღვიძეს და განაჩენი გამოუტანეს და ადამიანი გააჩა სახლის ქვეყნიდან ყოველად ამაზენი ფაქტია ეს რაც არ უნდა დანაშაული ქონოდა ამ ადამიანს მე ჩემი მოქალაქეური პოზიციით კი ვიცი და დარწმუნებული ვარ რანაირ დანაშაული არ აქვს გარდა იმისა რომ არ ჩუნდება და ხმას იღებს უსამართლობის წინააღმდეგ რაც არ დანაშაული ყოფილიყო აი ასეთი აუცილებლობა რომ ღამის 4 საათზე ეს რაღაცა ცირკინო მოეწყოთ არ არსებობდა ამის არანაირ ეს შეიძლება მოიქცეს მხოლოდ ტერორიზმისა და რაღაცა ანტისახელმწიფოებრივი ქმედების აღსაკვეთად ღამის 4 საათზე ჩაატაროს სპეცოპერაცია სხვა მხრივ უწყინარი ჟურნალისტი რომელიც სახლში ისვენებს და რომელიც არსად არ იმალება ყოველდღე აქციაზე მონაწილეობს ეს არის უბრალოდ სკელის კიდევ ერთხელ ქვემოთ ჩახვიდა თუმცა აღარ ვიცი მე რამდენი რაუნდი აქვს სკელის გახვრეტის ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას რა ეტაპზეა ახლა ეს ბრძოლა ქართული ოცნების და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ უკვე 500 დღე გრძელდება ეს პროტესტი ქვეყანაში ხო, ნახეთ რეალურად ლეგიტიმური ქართული ოცნების ხელისუფლება დგას ძალმომრევებაზე. ანუ სხვა არანაირი ინსტიტუტი მათ არაფერში არ ცნობს. დგას იმ შუსუხო წარმომადგენლებზე, რომელიც ფიზიკურად იციან მათ და კარგად ვიცით, აი ძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების გამართულ აქციასაც კი აი ათობით და ასობით ეგრეთ წოდებული პოლიციელი იცავდა ამას ზენიანის ნახვა საერთოდ ხო ყველაფერი შეიძლება ადამიანმა რაღაცებს და ლოგიკურ კავშირამდე მიიყვანო მაგრამ ადამიანი რომლებიც ითხოვენ სახელმწიფოსგან დახმარებას რომ მედიკამენტი იყოს მათთვის ხელმისაწვდომი აი ამ ადამიანებისგან იცავენ შენობებს და იცავენ კოცების არ ვიცი რაღაცა ადამიანებს თუ არ ვიცი რა უწოდო რომლებიც თუმცა ალბათ წუხდებიან სავარაუდოდ ამ ადამიანების გაჭირების გულთან მიტანის ნაცვლად და აქედან გამომდინარე ძალიან რთულ მდგომარეობაში ქვეყანა. იმის თქმა რომ რა ეტაპზეა პროტესტი ამ ქვეყანაში არის და იქნება და არ გაქრება. არცად სანამ ეს ძალმემრევეობით ხელისუფლება იქნება. რაც უნდა დამალონ ეს ის რომ ყოველდღე 200,000 და 300,000 ადამიანი ქუჩაში ვერიდგება ეს ძალიან ბუნებრივი მოცემულობაა. ხო მესმის რომ ადამიანები ცოტა ისე უყურებენ ამ სიტუაციას მაგრამ შეუძლებელია რომ ადამიანი რომელიც 2023 წელს ეწინააღმდეგებოდა ეგრეთ წოდებული რუსული კანონის შემოღებას ეწინააღმდეგებოდა უკანონობას იმის შემდეგ უკანონობა ამ ქვეყანაში გახდა უფრო ასმაგი 1000 მაგი და უფრო გამჭვირვალე ანუ ხელის გულზე დევს თუ თვალებს არ გამოდიწყოთ რომ გაგრძელდეს ეს უკანონობა მიტაცებული ძალაუფლებით დარჩენა ხელისუფლებაში უფლებების შელახვა უფრო და უფრო კიდევ უფრო კაცრი რეპრესიული კანონების მიღება და საბოლოო ჯამში საქართველოს იზოლაციაში აღმოჩენა და ჩამოშორება ყოველგვარი ევროინტეგრაციის პროცესისგან. ხო, აი ეს უკვე გვაქვს, უკვე ყოველგვარი პროცესი ჩამოუშორეთ ჩვენ რაც უკავშირდება, რომელი გზაც მიდის ევროპისკენ, ხო? ჩემი აზრით რეალურად ეგრეთ წოდებული ლეგიტიმური ხალხობა მაქსიმალურად შეეცვალა შენარჩუნ ძალაუფლება, იმიტომ რომ უკვე ის ეტაპი აღარ არის რომ მარტო კი არ სიამოვნო ძალაუფლება და რაღაცა ხელისუფლებაში ყოფნა. მათ უკვე იციან რომ უკან დასახევი გზაც აღარ ჩებართ ესე რომ უწოდოთ იმის გამო რომ ძალიან ბევრი ღია დანაშაული აქვს ჩადენილი რომლებიც ვერ დაიმალება თვალთ ამ ქვეყანაში არასებულია ეხლა აღარ არის 80-იანი წლები რომ რაღაცები დაიმალოს არქივიდან რაღაცა ფუძელი გააქრო და ამით დანაშაული დამალო როგორც ვიცით ჩვენ ადამიანებს ხრეთენ
ეგრეთ წოდებული ქართველები, მაგრამ გააქრეს არქივები და რაღაც მონაცემები, მაგრამ დღეს ეს ვეღარ მოხდება და ეს კარგად იციან მას. ამიტომაც მაქსიმალურად შეესწებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში შეუძლებელია, იმიტომ რომ დიქტატურა ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს, რამე თუ ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს ეს არ გსურს და რა თქმა უნდა არ მივიღეთ ამას. კი, არ გამოგვიცხავრი კიდევ უფრო გამკაცო რეპრესიული კანონები, არ გამოგვიცხავ რომ უფრო მეტად გაავრცელონ, მათ ხელშია, იმიტომ რომ მათ ხელშია სასამართლოც ძალოვანი სტრუქტურები და არ შემდგომ, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს მე მგონია რომ ისევ საკუთარ თავს იზიანებენ მომავალში თუ რა ელოდებათ მათ. ისინი აუცილებლად ამ მარაზმის შემქმნელები და მმართველები აუცილებლად გაივლიან ჰააგის გზასაც, აუცილებლად გაივლიან სტრასბურგში. მართალია ეს დროში გაიწება, მაგრამ მათ შვილებს და მათ შთამომავლობას აუცილებლად ეცოდინებათ, რომ მათი ეს დღევანდელი ბობოლა ქოცები არიან ქვეყნის მოღალატეები, მტრები და აუცილებლად აგებენ პასუხს. მე ესე მგონია. დიდი მადლობა, ეს გიორგი კამადაძე იყო და ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს უსმენთ თქვენ დღეს საღამოს მათ შეფასებებს ბოლო პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს საღამოს. ეს რა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან გადაჭი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის დროებით.